მოგვიერთდება რამდენიმე წუთში სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, სწორედ ეს ცენტრი იცავდა ჟურნალისტ ავგან სადიგოვის ინტერესებს, ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე გიამბობთ გადაცემის ამ ნაწილში და ცხადია არა მხოლოდ ამაზე, თამთასთან პოლიტიკურ პროცესად შევაფაზებთ. სტრასბურგის სასამართლომ ავგან სადიგოვს აზერბაიჯანში საქართველოს აუკრძალა ავგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში დევნილ ჟურნალისტს საქართველოს სასამართლოს მეორე ინსტანციამაც უთხრა უარი ლტოლვილის და ჰუმანიტარულ სტატუსის მინიჭებაზე. სააპელაციო სასამართლო ეს იყო ბოლო ინსტანცია, რომელსაც დევნილი ჟურნალისტის უფლებების დაცვა შეეძლო, თუმცა ეს არ მოხდა, მოლოდინი იყო ასეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დაასწრო ამ გადაწყვეტილებას 5 დღით ადრე 10 იანვარს მიმართეს მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ითხოვეს დროებითი ღონისძიების გამოყენება, რათა შეჩერებულიყო აზერბაიჯანში სადიგოვის ექსტრადიცია. 4 დღეში, ანუ სასამართლომდე 1 დღით ადრე მოვიდა ეს პასუხი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება მიუთითა სტრასბურგს, რომ მხარეთა ინტერესების და მის წინაშე სათანადო სამართალწარმოების წარმართვისთვის სადიგოვი გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე ის არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მედია გამოცემა აზელ ტივის მთავარი რედაქტორი სადიგოვი თბილისში დააკავეს 3 აგვისტოს. ის ჩამოვიდა დაკავებამდე 2 კვირით ადრე, მას უნდოდა ქვეყნის დატოვება, მაგრამ აეროპორტში არ მისცეს ამის საშუალება და ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა შეფარდებული. მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც, მედია აშუქებდა ცხადია ამ ამბავს და ავლებდა პარალელებს ავგან მუხტარლის საქმესთანაც. თამთა მიქელაძეა ჩვენთან სტუდიაში, როგორც გითხარით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი. მოგესალმებით, მადლობა რომ გსტუმრობთ. პირველში გითხარით კონკრეტულად რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, რომლითაც დაასწარით სააპელაციო სასამართლოს, ანუ ამოწურული არ იყო ეროვნულ დონეზე ყველა მექანიზმი, მაგრამ სტრასბურგმა მაინც გამოიტანა ეს გადაწყვეტილება და რა ვადაში იცავს ის სადიგოს ექსტრადიციისგან. საღამოშვიდობისა, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავხადო ქართულ მედიას მუდმივი მხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის ავგან სადიგოვის საქმეზე და უშუალოდ ავგან სადიგოვის მიმართ. მძიმე დარბევებისა და ძალადობის დროს გამოქვეყნდა სადიგოვის წერილით ციხიდან, სადაც მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჟურნალისტების მუშაობის მნიშვნელობას და აი იმ პერიოდში დაზიანებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა. ხო ეს საქმე სამწუხაროდ ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენს ეროვნულ სასამართლოებს არ აღმოაჩნდათ დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმის საკმარისი ხარისხი იმისთვის, რომ ძალიან აშკარა საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღოთ და მისი ექსტრადიციის დაუშვებლობა ეღიარებინათ, ხო? ძალიან მალე და დაჩქარებულად ექსტრადიცია, როგორც ნოტარიუსებმა დაამტკიცეს სასამართლოებმა, მათ შორის უზენაესმა სასამართლომ ყოველგვარი განხილვის გარეშე. და მიგრაციამ ამ ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებული აზერბაიჯანში, სადაც ის 242 დღე შიმშილობდა, ხო, რომელზეც წერდა Amnesty International, Human Rights Watch, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომ ის საქმეში ჩაანდა პოლიტიკური დევნის ნიშნები და ფაბრიკაციული იყო ეს საქმეები, ხო, მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ გვამტკიცებინა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება, ალიევის რეჟიმი მას დევნის სწორედ მისი საქმიანობის გამო და იმის მიუხედავადაც რომ იქ წარდგენილი ბრალდება რის გამოც ახალივე მის გადაცემას ითხოვს აზერბაიჯანში რომ დაუსაბუთებელია წინააღმდეგობრივია მას ედავებიან ერთ-ერთი ვიდეოს კონკრეტული საჯარო მოხელეების წინააღმდეგ თაღლითურ გამოყენებაში მაშინ როდესაც და თითქოს თანხის გამოძალვაში ხო მაშინ როდესაც ეს ვიდეო უკვე იყო გამოქვეყნებული ამ იმავე აზერბაიჯანური საქმის მასალებით საჯარო სივრცეში და საერთოდ შეუძლებელი იყო მისი გამოყენება და თანხის გამოძალვა უკვე საჯაროდ გამხდარი ვიდეოსთვის, ხო, თან სხვა პირების მხრიდან. ამიტომ ეს საქმე აი მართლა შავ-თეთრი საქმეა. ხო, აი ამის მიუხედავად აი საქართველოს ხელისუფლება რა мотивაციით მოქმედებს? აქ არის რაღაც პოლიტიკური ურთიერთობები, ამის გათვალისწინება, თუ პოლიტიკური ნება იქნება, ლავირება შესაძლებელი იყო. ადამიანის უფლებებს თავი რომ დავანებოთ. საბოლოო წერტილის გამო რომ გრძნობდით რომ ეს პროცესები ძალიან დაჩქარებულად მიდიოდა ჩვენ წინასწარ მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, იმიტომ რომ მოლოდინი ქონდა რომ სააპელაციო ეგრევე დაამტკიცებდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, უბრალოდ საათები დაგვრჩებოდა ამ ადამიანის ხო რაც გადასარჩენად და დასაცავად და ძალიან მადლიერები ვარ სტრასბურგის სასამართლოსი რომ წინასწარ ისე რომ ჯერ მექანიზმები არ იყო ამოწურული და ამ ჩაკეტვით მან დაიტოვა დრო იმისთვის რომ ახლა უკვე მას შემდეგ რაც ამოწურულია და მას აქვს უკვე მანდატი ამ საკითხის მსჯელობის
საბოლოოდ უფრო დიდი ვადით მისი ექსტრადიციის დაუშვებლობისა და აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. დღეანია თუ სწორად მივხვდი ამ დეტალებში ეს შეკავება არის 7 დღიანი. მაგრამ 7 დღე არის იმისთვის, რომ სტრასბურგმა კიდევ ერთხელ იმჩნევოს და საბოლოოდ გაახანგრძლიოს ეს პერიოდი და მე იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. ხო, იმიტომ რომ ეს დროებითი ღონისძიებისთვის საჭირო შუალედური გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ სტრასბურგი თარს იკავებს საბოლოო მექანიზმების ამოწურვამდე, ხო, რაღაცნაირად სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ ჩვენ უკვე ვაცნობთ, რომ ადგილობრივ დონეზე მექანიზმები ამოწურულია და უახლეს დღეებში ველოდებით უკვე უფრო გახანგრძლივებულ დროებით ღონისძიებას ამ საქმეზე და რა თქმა უნდა ამის შესახებ საზოგადოებას მივაწვდით. ხა რატო აკეთებს ქართული ოცნება ამას? რატომ უგულებელყოფს აბსოლუტურ უფლებებს? ხო, იმიტომ რომ წამებისა და არადამიანი მოპყრობის აკრძალვა და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სადიკოვიქ სწორედ ამგვარი მოპყრობის ხორბლი გახდება, აბსოლუტური უფლება, მისგან გადახვევა არ შეიძლება, არასდროს არ მართლდება. ხო, ამ უფლების, ამ თავისუფლებაში, ღირსებაში, ამ თქვა ასეთი შეღწევა. რატო აკეთებს ამას? ხო, ნუ ჩვენთვის ძალიან აშკარაა, რომ თავდაპირველად ამას უფრო ეკონომიკური ახსნა ჰქონდა, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს თანამშრომლობს, ჩვენ ამას მივესალმებით, ბუნებრივია, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მნიშვნელოვანია, ხო, და თქვენ წარსულშიც გახსოვთ მუხთალის საქმე, სხვა დისიდენტების საქმეები, მაგრამ ახლა ბოლო პერიოდში, როცა ქართული ოცნებას აქვს პოლიტიკური კრიზისი, ძალიან აშკარაა, რომ ალიევის რეჟიმი მას ღიად უჭერს მხარს. და განსაკუთრებულად არჩევნების მონიტორინგმა და ჩვენ ამ შედეგებს უფრო მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ, ძალიან კარგად აჩვენა, თუ როგორ ერეოდა აზერბაიჯანი პირდაპირ განსაკუთრებულად ქვემო ქართლის რეგიონში არჩევნებში და როგორ მოუწოდებდა ღიად პროსამთავრობო მედია თუ ადგილზე გამოგზავნილი ელჩები, პირობითად ელჩები ხო, სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეები იმისთვის, რომ დაერწმუნებინათ ჩვენი აზერბაიჯანელები, რომ მათ აუცილებლად ალიევის აზერბაიჯანელი პროპაგანდისტული მედიაც მუშაობდა აქტიურად რეგიონშიც და ეს ხაზი იყო. კი, ზუსტად ამას გავუსვა ხაზი, ეს იყო უწყვეტი, ძალიან ინტენსიური ასე ვთქვათ, სიუჟეტები, გადაცემები, რომელიც ერთის მხრივ ზუსტად იმეორებდა ქართული ოცნების პროპაგანდას, ვთქვათ, ომის არ დაშვების საკითხზე, ხო, და მეორეს მხრივ ზოგჯერ ღიად მოუწოდებდა, რომ საქართველოს აზერბაიჯანელებს სწორედ ქართული ოცნებისთვის უნდა მიეცათ ხმა. და ვხედავდით კამპანიაში მონაწილეობასაც, ხო, აი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებული პირები ჩამოდიოდნენ და ოცნების წევრებთან ერთად პირდაპირ მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში. ამიტომ ასეთი ღია არ ყოფილა და ეხლა რას ვხედავთ? ამას რა შედეგებიც აქვს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი რაიმე კრიზისია ქვემო ქართლის რეგიონში, მაგალითად მანის კონფლიქტი თუ აიხლა ეს დაძაბულობა რაც შეიქმნა იმ ტრაგიკული ამბის ფონზე ბოლნისში, ხო, ვნახეთ, რომ აზერბაიჯანის ელჩი ერევა ცდილობს მედიატორის როლი შეასრულოს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და თქვა ამ ოჯახებს თუ ადამიანებს შორის და პრაქტიკულად ქართული ოცნება რაღაც იმ თავარ სუვერენულ ფუნქციას, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები თვითონ უნდა დაიცვას, უნდა ელაპარაკოს მათ, ხო, მათი საჭიროებები, უფლებები დაიცვას, აი ამის ნაცვლად პრაქტიკულად სრულ დაშვებას აძლევს რეგიონში აზერბაიჯანის ხელისუფლებას. ვიზიტია რამდენიმე დღეში თუ ხვალ მგონი უკვე ირაკლი ღარიბაშვილის, ილხა ბახიძის დღეს მეორედ ვახსენებ ღარიბაშვილს. ირაკლი ყობახიძის, ივანიშვილის პრემიერის ალიევთან შეხვედრა, მანამდე მაკა ბოჭორიშვილი ჩადით ერთი დღით ადრე ალბათ ამ თემაზეც ჩვენ არ უნდა გამოგჩეს, რომ ბოლო პოლიტიკური პროცესების შემდეგ აზერბაიჯანი მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობები ჩანს რუსეთთან, ის ატარებს ღიად არის რუსეთთან დაკავშირებული და ატარებს რუსულ ინტერესებს რეგიონში. თანთა ბოდიში არ დავასრულე კითხვა, აზრი გამიწყდა. აი ამ თემასთან დაკავშირებით ერთია, რომ შეიძლება ალბათ იყოს ამ თემაზეც საუბარი. ჩვენ არ გქონია ჯერ პრეცედენტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გაითვალისწინებინოს სტრასბურგის გადაწყვეტილება, მაგრამ ისეთი ტემპია აკრეფილი დიქტატურის დამყარების გზაზე, არ ვიცი განიხილავთ თუ არა, ფიქრობთ თუ არა, რომ ესეც შეიძლება ვნახოთ ამ ტიპის საქმეზე, როგორც იქცევიან რუსეთში. არ ვიცი, ისეთი რაღაცები ხდება ჩვენს თვალწინ პირველად, რასაც 26 ოქტომბრამდე საერთოდ ვერ წარმოვიდგენდით. იცით რა, ეს ნიშნები უკვე ჩდება, იმიტომ რომ ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების რეიტინგში საქართველოს სულ უფრო და უფრო ქვემოთ ჩადის, სხვა შორის ის მესამე მეოთხე ადგილზეა ხოლმე, რუსეთის თუ
თურქეთის, აზერბაიჯანის გვერდით. ამიტომ ჩვენი მდგომარეობა ნამდვილად უარესდება და ამას ოფიციალური ევროპის საბჭოს სტატისტიკაც ადასტურებს. თუმცა ეს მაინც ეხება გადაწყვეტილების აღსრულების უფრო რაღაც გრძელვადიან პროცესებს, ხო, რომელიც უკავშირდება გრძელვადიან გამოძიებას, გარკვეულ რეფორმებს. დროებითი ღონისძიებას აქვს ძალიან მარტივი აღსრულება, ხო, ეს უნდა გააკეთო, ან არ უნდა გააკეთო. დღეს რო არ დაგიმალოთ ნევროზულად გავიღვიძე, თუ დილით როგორ დაგხვდებოდა ავგან სადიგოვი ციხეში და ის ციხეშია, ხო, როგორც ჩანს ამ გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო მიყვება და ვთქვათ იმედია რომ აი ესე ჩავთეთრ შემთხვევებზე ისინი სავალდებულო სამართალს ხო ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ ევროპული კონვენცია ეს არის პირდაპირ და უშუალოდ მოქმედი სამართალი პირდაპირ შესასრულებელი სამართალი და მისი დარღვევა გამოიწვევს საერთაშორისო საბაზისო საერთაშორისო ვალდებულებებისა და კონვენციის მდგომარეობაზეც მოკლედ გითხარით ბოლო პროცესზე ძალიან ძინეთ გამოიყურებოდა. ის არის ჯიუტი, პატიმარი და ბენეფიციარი ჩვენთვის, მაგრამ ალბათ ის რომ ასეთი ჯიუტი და პრინციპული არ იყოს, ვერ გაუძლებდა მრავალწლიან დევნას და შევიწროებას ალიევის სასტიკი რეჟიმის პირობებში. ის არ აჩერებს შიმშილობას სამწუხაროდ, სწორედ იმის გამო რომ მისი ძამთელობის მდგომარეობა მძიმეა და ძალიან დასუსტებულია. ის ვერ წარსდგა სააპელაციო სასამართლოშიც კი და მადლობა მინდა უთხრა ციხის თანამშრომლებს, რომელიც მასზე ზრუნავდნენ და კეთილგანწყობილები არიან. უნდა ვთქვა ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო მხარდაჭერით სადიგოვის ოჯახის გაყვანა უსაფრთხო ქვეყანაში და მადლიერი ვარ ამის. ეს იყო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ოჯახი აქაც რჩებოდა მუქარების და შევიწროების ქვეშ, ორი შვილი, ქალიშვილი და მეუღლე რომელიც ასევე კორესპონდენტია და აქტიურია და აქტიურად აკრიტიკებს ახლაც კი ხო ალიევის ხელისუფლებას და მე მაინც ვიტოვებ იმედს რომ თუ საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლო იტყვის რომ აკრძალულია მისი ექსტრადიცია აზერბაიჯანში ქართული ოცნება სადიგოვს 9 თვემდე არ დატოვებს პატიმრობაში მოხერხდება მისი საპატიმრო ღონისძიების ცვლილება და საბოლოოდ ამ ოჯახის გაერთიანებასა და მათი საბოლოო უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოვახერხებთ. ჩვენ საუბრობდით რომ ცხადია ვუერთდებით 26 ოქტომბრამდე იყო ბევრი რამ, რასაც ვერ წარმოვიდგენდით, რომ რაღაც რეალობის წინაშე დავდგებოდით, ჯიუტი პრინციპული პატიმარი ახსენეთ და გვყავს უკვე ქართულ მედიას ჯიუტი პრინციპული ღირსეული და სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი. მის საქმეზეც მინდა გთხოვოთ განმარტება განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რაც გაირკვა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ. რა ფაზაში შევიდა ქვეყანა, რა ტიპის წითელი ხაზი გადაიკვეთა სწორედ ამაღლობელის პატიმრობით და ერთგვარად სამაგალითო დასჯით წინასწარი პატიმრობა გირაუთი არ შეუძლია. ძალიან ემოციური და ძალიან მძიმეა. მზიას საქმე, იმიტომ რომ ანუ თუ მზია არის მზია უნდა იყოს პატიმრობაში, ხო და თუ მზია არის ნაცმოძრაობის აქტივისტი, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ხო? ნუ მაშინ საერთოდ აღარ არსებობს სამართალი, აღარ არსებობს მორალი, აღარ არსებობს ისტორია, აღარ არსებობს მეხსიერება და ყველაფერი შეიძლება წაიშალოს, ხო? იმიტომ რომ ამ საქმეში, ხო, თქვათ აი სილის გაწვნის ეპიზოდი, ხო? ქართული ოცნების მედია და მისი აპოლოგეტები ამ ვიდეოს ატრიალებენ, ხო, ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ ამას წინ უძღოდა სწორედ ადგილობრივი პოლიციის მხრიდან მზიასი და გარშემო არაერთი ქალი აქტივისტის დაკავების, ღირსების შელახვის ეპიზოდები, ხო? და რაღაცნაირად ეს იყო რეაქცია იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც ამ პოლიციის უფროსის მხრიდან მოდიოდა მასზე. თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში დაემუქრა დგებუაძე და მისი ხელმძღვანელი, რომ მათ აუცილებლად დაიჭერდნენ ეთერთურაძეს და ბათუმელებს. იმიტომ რომ ბათუმელები ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონალური მედია, გარდა იმისა, რომ სწორედ მზიას მხარდაჭერით არსებობს ასევე ნეტგაზეთი, ხო? ყველაზე რაღაცა ისტორიულად მაღალი პროფესიონალური, დემოკრატიული, კრიტიკული მედია. ხო, ამიტომაც რა თქმა უნდა, ყელში აქვს რეჟიმს ამოსული ის სიმართლე, რომელიც ამედიდან მოდის, მე მინდა იგივე გავიხსენო შალვა პაპუაშვილთან ეთერთურაძის მართლა ისტორიული ასე ვთქვათ დებატი, ხო, რომელმაც მართლა სიმართლე ამხილა. ამიტომაც ხო მე მგონია, რომ არ არის შემთხვევითი, რომ მათ სურდათ ასე ვთქვათ დაზიანება და დასუსტება
ბათუმელების და ხო ეს მართლა არის წითელი ხაზი, ხო იმიტომ რომ ნახეთ თუ სასამართლო ისევ ეთერთურაძეს რომელიც ღვაწლმოსილი ჟურნალისტია, ხო, დამფუძნებელი ამ ასეთი მედიის, თუ ის მიიჩნევს რომ აი მხოლოდ პატიმრობა გამოსავალი, მაშინ უბრალოდ მთლიანი პარადიგმა იცვლება სამართლებრივი სახელმწიფოსი, ხო, იმიტომ რომ მაშინ პრეზუმპცია თავისუფლების სასარგებლოდ აღარ არსებობს, იმიტომ რომ თუ ეთერთურაძე თურმე დგებუაძეზე გავლენას მოახდენს და გამოძიება შეუჩლის ხელს ან სხვა რაიმე მიზენით შეიძლება მისი მიმართ აღკვეთის კონდიციების სახით პატიმრობა შეიძლება გამართეს, მაშინ უბრალოდ არავინ აღარ დავრჩებით, ვინც შეიძლება პატიმრობაში არ აღმოჩნდეს, ხო? ამიტომ ეს არის მართლა წითელი ხაზების გადალახვა, მაგრამ ეს წითელი ხაზები უკვე დიდი ხანია გადალახულია, ქართულ ოცნებას ეკუთვნის მშვიდობიანი პროტესტანტების მასობრივი წამება და არაადამიანური მოპყრობა, მათი დეპუტატები ხო რაღაც ძალადობრივი ბანდებივით მოქმედებენ ქალაქებში, არა მხოლოდ საქართველოს ქალაქებში, ხო, ჩვენ ვხედავთ, რომ საგამოძიებო უწყებები პრაქტიკულად აღარ არსებობს, აღარ ყავს სასამართლო, ხო, აი როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აი საქმეებიდან, რაც პროტესტს უკავშირდება, ხო, ყველა საქმეში სამართალდარღვევა შეუფარდა ჩვენმა სასამართლოებმა, ხო, ერთ და იგივე მოსამართლეებმა, რაღაც 500-მდე ადამიანს შეუფარდა სამართალდარღვევა და როგორც წესი ისინი იყენებენ ან მაღალ ჯარიმებს, ან მაღალ ადმინისტრაციულ. კი, და თქვენ სახსენეთ თამთა სამაგიერო თავისუფლები არიან, ხომ? ისინი, ვინც ძალადობაში არიან მხილებულები. მათ შორის მინდა შეფასება გთხოვოთ ასევე შერატონში მომხდარზე, რა სიტუაციას მათ შორის კანონმდებლობა პერსონალური ინფორმაციის გადაცემაზე, კადრების გადაცემაზე, რასაც ახლა ყველაზე მეტად ითხოვს და ელოდება სასტუმრო შერატონ ბათუმისგან. აქ ვლაპარაკობთ ინციდენტში მონაწილე პირებზე, რომლებსაც არ აქვთ ჯერ არც დაზარალებული სტატუსი და არც ვისაც ისინი ასახელებენ სავარაუდო დამნაშავებად მათ ბრალდებული სტატუსი. ხო ეს აი სისტემური თვითნებობის და ტირანიული მართლობის ნიშნებია, ხო, როდესაც აღარ არსებობს კანონი, აღარ არსებობს სამართალი, სამართლიანობა და არსებობს ხოლმე პირადი ინტერესები და თავზე ხელაღებული ძალადობა. აი რეალურად სწორედ ამას ხედავთ ბატონ გიორგი გახარიაძე თავდასხმა, მანამდე ზვიად ქორიძეზე, ასევე ღვაწლმოსილ მედია ექსპერტზე თავდასხმა, ჟურნალისტზე თავდასხმა, პრინციპში აი მის ნიშანია და შერატონის შემთხვევაშიც იცით რა ჩანს, რომ ჩვენ რეალურად უნდა გავიაზროთ, რომ ქართულ ოცნებას აქვს უზურპირებული, ხო არა მხოლოდ ძალაუფლება, კონსოლიდირებული და დაქვემდებარებული არა მხოლოდ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ სხვადასხვა ბიზნეს და ეკონომიკური ინსტიტუტები, დაწესებულებები და თქვათ სუბიექტები, ხო ასე ვთქვათ. იმიტომ რომ დღეს პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს ერთ პიროვნების თუ პარტიის ქვეშ დაქვემდებარებული მთელი რიგი ინსტიტუტები, როგორც ვთქვათ, პოლიტიკურ დარგში, ისე ეკონომიკურ დარგში, რომლებიც შერწყმულია სახელმწიფოსთან და აი მათ შეიძლება ძალიან საბაზისო რაღაც ვალდებულებებიც კი არ განახორციელონ, ხო? და ოპონენტების დევნა უკვე არის ძალიან თვალსაჩინო, ჩვენ დავინახეთ არაერთი ოპოზიციონერის მიმართ ძალადობის რეცემის უმძიმესი შემთხვევები, ისინი ძალადობენ მედიაზე, ძალადობენ მშვიდობიან და აქტიურ მოქალაქეებზე. ხო, ნუ ამ პირობებში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პირს იკრავს, ხო, კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი და რაღაცნაირად რომ დავასრულოთ იმ თემით, რითაც დავიწყეთ, ხო, დღეს თვისებრივად იგივე ტიპის რეჟიმს აშენებს ქართული ოცნება, როგორც გვაქვს აზერბაიჯანში, ხო, სადაც მიიღება იგივე კანონები, იგივე მეთოდებით უსწორდებიან ოპონენტებს, ამიტომაც გარბიან, ხო, ბაქოში, ამიტომაც არის რომ ალიევი არის ის, ვინც მათ ლეგიტიმაციას ვინც პირველმა დაურეკა არჩევნების შემდეგ, ხო, ყავალაშვილის. ამიტომაც ხო, ძალიან მძიმეა კონტექსტი, ჩვენს სამეზობლოშიც არის მძიმე კონტექსტი, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ მათ შორის ამ ავტორიტარულ ძალებთან რუსეთი იქნება ეს, ვთქვათ, იგივე ჩინეთი იქნება, ხო? შესაძლოა აზერბაიჯანიც კი ასეთი უპირობო თანამშრომლობა და ინტერესების დათმობა ძალიან ძვირი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას, ხო? როცა ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ, როცა ადამიანურ უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ თუ ასე შემდეგ.
ამიტომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დიდი ხანია რაღაცა სუვერენულობით იკვეხნის თავს, სწორედ სუვერენულობას კარგავს, როდესაც მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ჟურნალისტებისა და ადამიანების ინტერესებს არჩევს, როცა მისი მოქალაქეების მიმართ ცალკეულ რეგიონებში პრაქტიკულად სრულ თავისუფლებას აძლევს სხვა სახელმწიფოებს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური სისტემა სრულად რუსეთზე დამოკიდებული გახადა და რომელსაც იმედი აქვს, რომ ჩინურ გრანტებზე და სესხებზე ჩამოკიდების პირობებში ამ ეკონომიკური კრიზისიდან იხსნის ქვეყანას, ხო? მაგრამ პრინციპში ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის ავტორიტარულ ძალებზე და ჩვენი უსაფრთხოებისთვის მტრულ ძალებზე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მომავლის ჩამოკიდება, რაც ძალიან მძიმე რეალობაა. დიდი მადლობა თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოადგენლის, პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.